Water, earth, fire, air. ავატარი ლეგენდა აანგზე არის ამერიკული მულტსერიალი, რომელიც 2005 წელს გამოვიდა. ფენტეზი ისტორია ბავშვებზე ჯადოსნური უნარებით, რომლებიც ცდილობენ ასწლიანი ომის დასრულებას. გახდა ნიკელოდეონის ჰიტი და 21 წლის შემდეგაც ზე პოპულარულ შოუდ რჩება. სერიალი შთაგონებულია აზიური კულტურით. ბაძავს რეალურ ისტორიულ მოვლენებს და ფრთხილად აცნობს აუდიტორიას აღმოსავლურ მითოლოგიასა და რელიგიას. რაში მდგომარეობს ავატარის ნოვატორობა? რა ვიზუალური და სტრუქტურული ელემენტები არის ანიმედან აღვებული? რატომ არის ეს იდეალური მულტსერიალი არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც? ამ ვიდეო ესეში გავარჩევთ როგორ არის მოწყობილი ავატარი ლეგენდა აანგზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმაციური სერიალი 21 საუკუნეში. თუმცა სანამ დავიწყებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ჩვენ კი ვიწყებთ. ავატარის მოქმედებები მიმდინარეობს საუკუნოვანი ომის შედეგების ირგვლივ, რომლის წევრებიც ერთ მხარეს არიან ცეცხლის ხალხი, ხოლო მეორე მხარეს წყლის, მიწის და ჰაერის. ამ წინაპირობამ საშუალება მიცა მულტფილმის სიუჟეტში ორგანულად ჩაექსოვათ რთული და მოულოდნელი თემები საბავშვო სერიალისთვის. უკვე პირველ სერიებში 12 წლის ანგი იღებს სერიოზულ დარტყმას, როდესაც მისი ხალხის გენოციდზე იგებს. ჰაერის ბერების მასიური განადგურება ცეცხლის ხალხმა განახორციელა. მაგრამ ავატარი არ ქმნის ყველა ცეცხლის ნაციის წარმომადგენლისგან უსულო ანტაგონისტს. პირიქით, აჩვენებს მშვიდობიანი ხალხის ტრაგედიას, რომლებიც ტოტალიტარულ საზოგადოებაში ცხოვრობენ. განსხვავებული აზროვნება იქ დანაშაულს უდრის, ხოლო სკოლებში, სადაც ცენზურა და პროპაგანდაა გავრცელებული, ბავშვობიდან შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ცეცხლის ხალხი სხვებზე უკეთესები არიან. ასევე მრავალმხრივ არიან წარმოდგენილი დანარჩენი ეროვნებები. ბასინგსე ეს არის მიწის სამეფოს მშვიდი დედაქალაქი, რომელშიც ათასობით დევნილი გარბის. მაგრამ გარეგნულად იდეალური ფასადის უკან იმალება ბიუროკრატია და კორუფცია, ხოლო მთავრობა უმალავს მოსახლეობას, რომ კედლის გარეთ საუკუნოვანი ომი მიმდინარეობს. მულტსერიალი აკრიტიკებს იმპერიალიზმის პოლიტიკას ბავშვებისთვის გასაგები მეთოდებით. გმირების ღრმა, პირადული ისტორიების მეშვეობით. მეგობრები მოგზაურობენ ნახევრად განადგურებულ სოფლებში და ხედავენ, როგორ აკისრებენ დამპყრობლები ადგილობრივებს უზარმაზარ გადასახადებს. ახშობენ მათ ჯადოსნურ უნარებს, უშვებენ ციხეებში, აიძულებენ სახლების მიტოვებას და აყენებენ გაუსაძლისი მორალური დილემების წინაშე. მაგალითად, ჩრდილოეთ ჰაერის ტაძრის სერიაში ნიჭიერი გამომგონებელი იძულებულია მიაწოდოს იარაღი აგრესორებს, რათა საკუთარი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. ხოლო ეპიზოდში ტყე, ახალგაზრდა ჰარუ ციხეში ხვდება, რადგან გამოიყენა თავისი ნიჭი, რათა დახმარებოდა მოხუცს. პატიმრები იმდენად შეშინებულები არიან, რომ არ რეაგირებენ აჯანყების მოწოდებაზე. ლეგენდა აანგზე გვაჩვენებს, როგორ გადაეცემა თაობიდან თაობას ომისგან მიღებული ტრამვები. ანგის პირველად დანახვისას სოკამ, რომელიც მუდმივი დაპყრობის შიშით იზრდებოდა, მიიღო მეგობრული ბავშვი როგორც აგენტი. ხოლო მომხიბვლელი ჯეტი, რომლის მშობლებიც მოკლეს ცეცხლის მებრძოლებმა, დაბნავებულია შურისძიების წყურვილით იმდენად, რომ თავად არის მზად მასიურად გაანადგუროს მშვიდობიანი მოსახლეობა. ბევრდით სერიალში სიკვდილი იმდენად ხშირად ჩანს, რომ ადამიანის სიცოცხლე უფასურდება. საბავშვო სერიალებში კი ეს თემა არც კი იწევა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ავატარის სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ავტორები მასზე მაქსიმალურად დელიკატურად საუბრობენ. მთავარი დილემა, რაც პაციფისტ ანგს ფინალში ელოდება, არის ის, რომ შეძლებს თუ არა წაართვას სიცოცხლე აბსოლუტურ ბოროტებას, რათა გააჩეროს საუკუნოვანი ომი. When you figure out a way for me to beat the Fire Lord without taking his life, I'd love to hear it! ავატარი 2000-იანების დასაწყისში გამოვიდა, როდესაც პოპულარული იყო მკაცრად ვერტიკალური სტრუქტურის მქონე სერიალები. მათში არ იყო მაგისტრალური სიუჟეტი. ყველა სერია წარმოადგენდა დასრულებულ ისტორიას, ხოლო პერსონაჟები არ იცვლებოდნენ სერიიდან სერიამდე, თუნდაც სერიის ბოლოს მიიღოთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი. ავატარის ავტორებმა, მაიკლ დანტე დიმარტინომ და ბრაიან კონიეცკომ, აირჩიეს განსხვავებული მიდგომა. მათ გადაწყვიტეს მხოლოდ 3 სეზონის გადაღება და მთავარ გმირს კონკრეტული მიზანი დაუსახეს. ანგი უნდა დაეუფლოს ყველა სტიქიას და მეგობრებთან ერთად დაამარცხოს ცეცხლის მბრძანებელი. ერთიანი ისტორია დაეხმარა ფანტასტიკურ სამყაროს გამხდარიყო უფრო რეალისტური. მაგალითად, ძლიერ ქარიშხალში მოყოლის შემდეგ ერთ სერიაში, შემდეგში გმირები ცივდებოდნენ
მოგზაურობის დროს ცენტრალური პერსონაჟები იზრდებიან და იცვლებიან. ეს ხდის მულტსერიალს დამაფიქრებელ აღზრდის რომანად. სერიალის მთავარი გმირი, ჰაერის ჯადოქარი აანგი, იგივე ავატარი, არის დამაკავშირებელი სულების და ადამიანების სამყაროებს შორის. მისი მიზანია მშვიდობის უზრუნველყოფა ნაციებს შორის. მაგრამ აანგი არა მარტო ზეადამიანია. იგი ასევე udardeli ბავშვია. იგი სწავლობს აკონტროლოს მისი ძალა და იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ატარებს მთელი სამყაროს წინაშე. აანგი ფლობს უნიკალურ და იშვიათ ხასიათს კაც გმირებს შორის. იგი ღიად საუბრობს საკუთარ გრძნობებზე. თბილია ადამიანებთან, ცხოველებთან, თავისუფალია სტერეოტიპებისგან, შეუძლია პატიება და თავადაც ხშირად ითხოვს პატიებას. მისი უახლოესი მეგობრები არიან კატარა და სოკა წყლის ტომიდან. კატარა ბავშვობიდან ოჯახის მეთაური გახდა, რადგან მამა ომში წავიდა, ხოლო დედა მოუკლეს, როდესაც მის დაცვას ცდილობდა. კატარა დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს დედის სიკვდილის გამო, ამიტომ ოცნებობს შურის ძიებაზე. მაგრამ მულტსერიალის შემქმნელები გვაჩვენებენ, რომ ძალადობა ბადებს კიდევ უფრო მეტ ძალადობას და ერთადერთი გზა სიკვდილის წრის გასაჩერებლად არის Katara, you do have a choice. Forgiveness. That's the same as doing nothing. No, it's not. It's easy to do nothing, but it's hard to forgive. It's not just hard. It's impossible. კატარასგან განსხვავებით მისი ძმა სოკა კომიკური პერსონაჟია, რომელიც სერიალს არ აძლევს საშუალებას სუფთა დრამის მიმართულებით წავიდეს. თუმცა 3 სეზონის განმავლობაში სოკაც კი იცვლება. მას უწევს ტრაგიკული სიყვარულის გადატანა. ხდება ნაკლებად თავდაჯერებული და საკუთარ თავზე იღებს მეტ პასუხისმგებლობას. ამასთანავე სოკა გუნდის ერთადერთი წევრია, რომელსაც ჯადოსნური უნარები არ გააჩნია. იგი ამარცხებს ამ კომპლექსს და ყოველ ჯერზე აჩვენებს. იმისთვის, რომ იყო კარგი მეგობარი, სტრატეგოსი და მეომარი, არ არის ჯადოსნური ძალების ქონა საჭირო. პირველი სეზონის ნომინალური ანტაგონისტიც კი, პრინცი ზუკო, გადის რადიკალურ ტრანსფორმაციას და ეჭვქვეშ აყენებს ომის იდეალებს, რომლებთან ერთადაც გაიზარდა. ავატარის გმირები არ არიან იდეალურები. მათ ხშირად ეშლებათ, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობენ და ეს აჩვენებს ახალგაზრდა მაყურებლებს, რომ შეცდომები ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ავატარის შემქმნელები შთაგონებას იღებდნენ დასავლური და აღმოსავლური შემოქმედებიდან. მათ იზიდავდა ჰარი პოტერის და ბეჭდების მბრძანებლის ეპიკური მასშტაბები და ხიბლავდა ანიმეს სტილისტიკა. რეფერენსების სახით აღებული იქნა მიაძაკის, ვატანაბას და სტუდია გაინექსის პროექტები. ავტარში გამოყენებულია ანიმესთვის დამახასიათებელი ვიზუალური მახასიათებლები, ექსპრესიული დიდი თვალები, შერცხვენის აღმნიშვნელი ლოყების გაწითლება და ჰიპერტროფირებული ემოციები. სერიალში არიან ანიმესთვის არქეტიპული პერსონაჟები. მიწის ჯადოქარი ტოფი ცუნდერის მაგალითია. ცივი ამაყი გოგოსი, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება და აჩვენებს მის რბილ მხარეს. ავატარი ასევე იღებს სტრუქტურულ ელემენტებს იაპონური ანიმედან. მაგალითად, ბევრი ანიმესთვის ტიპიური სპეციალური სანაპირო ეპიზოდი, სადაც სიუჟეტი პაუზდება და გმირები ისვენებენ ჩვეულებრივ ვალდებულებისგან, არც აქ არ არის გამონაკლისი. შოუს გააჩნია კარგად დამუშავებული სამყარო. ყველა ნაციას აქვს საკუთარი არქიტექტურა, ჩაცმის სტილი, ხოლო მათი ეგრეთ წოდებული ბენდინგი დაფუძნებულია რეალურ აზიურ ბრძოლის სახეობებზე. მიწის სამეფო შთაგონებულია ჩინური კულტურით. კედელი ბასინგსეს ირგვლივ მოგვაგონებს დიდ ჩინეთის კედელს. დედაქალაქის სასახლე აკრძალულ ქალაქს პეკინში, ხოლო კაცების ვარცხნობის სტილი ცინის დინასტიაზე მიგვანიშნებს. ამ ხალხის ჯადო დაფუძნებულია უშუს სტილზე სახელწოდებით ჰუნგა. ჩხუბის დროს მებრძოლები იჭერენ დაბალ დგომს, განიერად განლაგებული ფეხებით და უძრავი კორპუსით. ცეცხლის ხალხი დაფუძნებულია იაპონიის იმპერიაზე, მისი სწრაფი ინდუსტრიალიზაციით და მეზობელი ტერიტორიების კოლონიზაციით. ცეცხლის ჯადოქრებს განასხვავებთ აგრესიული ბრძოლის მანერა, დინამიური, როგორც კუნფუს ერთ-ერთ სახეობაში მოძრაობებით. ჰაერის ბერების პროტოტიპები გახდნენ ტიბეტელი ბერები. ანგის ვიზუალში მარტივად დავინახავთ დალაი ლამას. ჩხუბში ავატარი იყენებს ბაგუას სტილს, რომელიც პირველ რიგში მიმართულია დაცვისკენ და არა შეტევისკენ. ხოლო წყლის ჯადოქრები წარმოადგენდნენ ჩინური ტაიჩის ხელოვნებას, გლუვი მოძრაობებით და სუნთქვაზე ყურადღებით. ამ ხალხის ყოფა შთაგონებულია ინუიტებით, ჩრდილო ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობით. გამოსვლიდან 21 წლის შემდეგ ავატარი აქტუალურობას არ კარგავს. 3 სეზონის განმავლობაში იგი მსუბუქად ასწავლის მაყურებლებს შემწყნარებლობას და მოთმინებას.
შოუში წარმოდგენილია დამოუკიდებელი ქალი პერსონაჟების ვრცელი სპექტრი, რომლებიც არ წარმოადგენდნენ რომანტიული ინტერესის ობიექტს და უპირისპირდებიან გენდერულ სტერეოტიპებს. კატარა უკვე საპილოტო ეპიზოდში უპირისპირდება თავის ძმას, რადგან იგი მას წარუმატებელ თევზაობაში დევს ბრალს მხოლოდ იმის გამო, რომ ის გოგოა. შემდეგ გოგონა დუელში იწვევს ავტორიტეტულ ოსტატ პაკუს, რომელიც უარს ამბობს ასწავლოს კატარას, რადგან ისტორიულად ქალებს მხოლოდ სამკურნალო ჯადოქრობის სწავლის უფლება ჰქონდათ. მისი ძმა სოკა სერიალის დასაწყისში დამცინავად უყურებს გოგონებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებებით არიან დაკავებულები. მაგრამ სუიოკი, კიოშის მებრძოლების ლიდერი, ცვლის მის მოსაზრებას, როდესაც ამარცხებს დუელში. სუიოკი ერთდროულად არის მრისხანე მეომარი და მომხიბვლელი გოგონა. 2000-იანების დასაწყისში ლეგენდა ანგზე გახდა ნოვატორული იმის წყალობით, რომ ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური გმირი იყო გოგონას შეზღუდული შესაძლებლობები. დაბადებიდან უსინათლო ტოფ ბეიფონგი ღვთის ამ თავისებურებას უპირატესობა. მას შეუძლია იგრძნოს ოპონენტის მოძრაობა მიწის ვიბრაციის შეგრძნებით. ტოფი უძლიერესი მაგია, რომელიც აჩვენებს, რომ მისი შეზღუდვა არ უნდა იყოს შეცოდების მიზეზი და არ უნდა განსაზღვროს მისი ბედი. კიდევ ერთი პერსონაჟია პარალიზებული ტეო, რომელიც ნიჭიერი პილოტი აღმოჩნდა. ავატარის გამოსვლის შემდეგ შემქმნელები იღებდნენ წერილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისგან, რომლებიც მადლობას უხდიდნენ მათ იმის გამო, რომ ეკრანზე გამოჩნდნენ გმირები, რომლებთანაც მათ საკუთარი თავის ასოცირება შეეძლოთ. ინკლუზიურობის გარდა, ავატარი ოჯახური ძალადობის საკითხებსაც ეხებოდა. ზუკოს და მის დას, აზულას, ყავდათ სასტიკი მამა და ორივე შვილი მთელი ცხოვრება ცდილობდა დაემტკიცებინათ, რომ მის სიყვარულს იმსახურებდნენ. თუ ზუკომ ბიძია აეროს მხარდაჭერით შეძლო ბავშვობის ტრაუმების დამარცხება, აზულას ფსიქიკური მდგომარეობა უბრალოდ შეირყა. სერიალის გმირები თინეიჯერები არიან, მაგრამ მათი ახალგაზრდობა არ უტოლდება ჩამოუყალიბებლობას, ხოლო სიბერე არ ნიშნავს ფიზიკურ ან გონებრივ უსუსურობას. ასაკის მიმართ დამცინავ დამოკიდებულებას აწყდება ბიძია აერო, მაგრამ იგი ყოველ ჯერზე აჩვენებს, რომ ხალხი ცდება მასთან მიმართებაში. ბიძია აეროს გააჩნია არა მარტო უდიდესი ჯადოსნური უნარები, არამედ უსაზღვრო ცხოვრებისეული სიბრძნე, რომელსაც იგი სიხარულით უზიარებს ახალგაზრდა გმირებს. სერიოზული თემების, პოლიტიკური პარალელების და აღმოსავლური ფილოსოფიის არსებობის მიუხედავად, ავატარი დიდწილად კომედიაა. დრამატული სცენა ან დაძაბული ბრძოლა ყოველთვის სუბუქდება იუმორით. ხუმრობებზე პასუხისმგებლები არიან თვითირონიული ტოფი, Do you think I can't put up posters on my own? It's upside down, isn't it? და ცნობისმოყვარე სოკა. Been hallucinating on cactus juice all day, and then you just lick something you find stuck to the wall of a cave? I have a natural curiosity. ხუმრობები შეიძლება იყოს მიზანმიმართულად სულელური, მაგრამ არასდროს შეურაცხყოფელი. და თუ სოკა მაინც ამბობს რაიმეს უტაქტოს, მას მაშინვე აგრძნობინებენ, რომ უადგილოდ იხუმრა. What about Momo? He's the real victim here. I'm sorry, Momo. And what about me? There was that time you... No more apologies. იუმორის უდიდესი ნაწილი დაფუძნებულია ფიზიკურ კომედიაზე, მაგრამ ზოგჯერ ხუმრობა დიალოგშიც იბადება. Meditating. You're just a child. Well, you're just a teenager. ან შეიძლება დაკავშირებული იყოს სამყაროს აბსურდულ მოწყობასთან, სადაც თითქმის ყველა ცხოველი ჰიბრიდია. ლემურები და ღამურები, დრაკონები და ლოსები, ბეჰემოტები და ძროხანი. ამიტომ ჩვეულებრივი დათვი აქ ნამდვილ გაკვირვებას იწვევს. Certainly you mean his pet skunk bear. Or his armadillo bear. Gopher bear? Just bear. This place is weird. აქ ანტაგონისტებსაც არ უთხრეს იუმორის გრძნობაზე უარი. რისი წყალობითაც ისინი მოულოდნელად იზრენენ მასშტაბს და ადამიანურობას. Own mother thought I was a monster. She was right, of course, but it still hurt. ავატარის გმირები ხშირად ხუმრობენ, აკეთებენ სისულელეებს და ასაკის შესაბამისად იქცევენ როგორც ბავშვები. დაფრინავენ უზარმაზარი მომხიბვლელი ბიზონით, მართავენ სტიქიებს და მოგზაურობენ ფანტასტიკურ ქალაქებში. მაგრამ ისევე როგორც მაყურებლებს უყვარდებათ, ეძებენ საკუთარ თავს და ადგილს ამ სამყაროში, მეგობრობენ, განიცდიან მარტოობას, ღალატს და უახლოესი ხალხის დაკარგვას. მულტფილმმა შეათავსა დეტალურად შექმნილი გამოგონილი სამყარო მრავალმხრივ ცოცხალ გმირებთან, რომლებიც ხვდებიან ისეთივე პრობლემებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკის აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობი არის. ავტორის ავტორები
დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანს შეუძლია თავად აირჩიოს თავისი ბედი და მულტსერიალის გმირები დამარჯერებლად ამტკიცებენ ამას. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ აქამდე მოხვედით, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. და კომენტარებში აუცილებლად დაგვიწერეთ, თუ უყურებდით ბავშვობაში ავატარს. ან ეხლა თუ უყურებთ და როგორ მოგწონთ, ან მოგწონთ. მადლობა.